თავი მეორე. რა ფარული აზრი ძევს დიალოგებში ტიმეოსი და კრიტია. ატლანტისთან დაკავშირებით თავისი ნათქვამის უცილობელ ჭეშმარიტებად მიჩნევას პლატონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომ ჯერ კიდევ ტიმეოსში ათქმევინა დიალოგის ერთ-ერთ მონაწილეს. სოკრატე, რას ამბობ კრიტია? რა შეიძლება ვამჯობინოთ იმას, რაც ყველაზე მეტად შეჰფერის ქალღმერთის პატივსაცემ მსხვერპლშეწირვასა და ღვთისმსახურებას, რადგან თვით ქალღმერთს ენათესავება. ეგეც არ იყოს განა ცოტას ნიშნავს, რომ გამოგონილ მითთან კი არა გვაქვს საქმე, არამედ მართალთქმულებასთან. ამაზე თუ ვარს ვიტყვით, სადან რას ვაპირებთ უფრო უკეთეს? ღმერთმანი ყველაფერს. მაშ ღმერთი იყოს თქვენი შემწე, დაიწყეთ. მე კი ჩემი გუშინდელი სიტყვის სანაცვლოდ უსიტყვოდ დაგიგდებთ ყურს. ასე რომ დიალოგების ავტორმა სოკრატეს ათქმევინა ატლანტისის ამბავი მართალი თქმულება არისო და მაინც საყოველთაო ცნობილი ფაქტია, რომ პლატონი მალევე გააკრიტიკა მისმა მოწაფემ და ოპონენტმა არისტოტელემ. ყურადღებას იქცევს მისი ნათქვამი, ვინც ატლანტისი გამოიგონა, მანვე გაგზავნა ის ზღვის ფსკერისკენ. ამრიგად თუ არისტოტელეს ვერ წმუნებით, საქმე გვაქვს არც მეტი, არც ნაკლები მისტიფიკაციასთან, ანუ ყველაფერი, რაც პლატონს შეუთხზავს ატლანტისთან დაკავშირებით, გამონაგონია და მეტი არაფერი. კითხვაზე, თუ რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს პლატონს ამისათვის, პასუხი ასეთი შეიძლება იყოს. თუ კი ატლანტისის ამბავი მართლაც პლატონმა შეთხზა, მაშინ ამ მოქმედების საფუძველი თავად დიალოგებშია საძებნელი. ტიმეოსი და კრიტია მისი სხვა დიალოგის სახელმწიფოს გაგრძელებებია და პლატონი ამ დიალოგების მეშვეობით თავისი პოლიტიკური შეხედულების ილუსტრირებას ახდენს. ამისთვის ის ქმნის იდეალურ სახელმწიფო მოდელს. ცხადია იდეალური მისეული გაგებით, რათა ამ გზით მიაღწიოს უმთავრეს მიზანს, აჩვენოს იდეალური სახელმწიფო მოქმედებაში. ამას ამბობს კიდევაც ტიმეოსში სოკრატე. მაშ მომისმინეთ, რანაირ გრძნობას იწვევს ჩემში სახელმწიფო წყობილების ეს ჩვენი აღწერილობა. ამ გრძნობას მე შევადარებ იმას, რასაც აღგვიძრავს ხოლმე ზოგიერთი დიდებული და ლამაზი მხეცის დანახვა, რომელსაც ან სურათზე გამოსახულს ვხედავთ, ან კიდევ სინამდვილეში, მაგრამ უძრავთ და გარინდებულთ. ძალაუნებურად მოგინდება იმის დანახვაც, თუ
თუ როგორ მოძრაობენ ისინი, ან რანაირად ავლენენ ბრძოლაში იმ ძალებს, რასაც გვავარაუდებინებს მათი სხეულის მოქნილობა. ზუსტად ამნაირ გრძნობას აღმიძრავს ჩვენს მიერ წარმოსახული სახელმწიფოც. ნეტავი მომასმენინა ამბავი იმისა, თუ როგორ იქცევა ეს სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებთან ბრძოლაში, რა რიგ ღირსეულად ებმება ომში, რანაირ გმირობას იჩენს მისი მოქალაქენი, მათი აღზრდისა და განსწავლულობის შესაფერისად ბრძოლის ველზე იქნება ეს თუ სხვა სახელმწიფოებთან მოლაპარაკებისას. ამრიგად პლატონს სურდა და აჩვენა კიდეც მის მიერ მოდელირებული სახელმწიფოები ძველი ათენის პოლისი და ატლანტისი მოქმედებაში. ოღონდ ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არისტოტელე მართალია და ყველაფერი პლატონმა შეთხზა. არა, რა თქმა უნდა, ფაქტი ისაა, რომ არისტოტელეს მოქმედებაში პლატონის კრიტიკას დიდი ადგილი უკავია. მათ ურთიერთობას კარგად გამოხატავს ლათინური სიტყვათა თქმა amicus Plato, sed magis amica veritas. პლატონი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია. ზოგჯერ არისტოტელეს მიერ ჭეშმარიტების ძიება ტენდენციურ ხასიათს იღებდა და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როცა ატლანტისის ამბავი პლატონის მისტიფიკაციად გამოაცხადა. ძნელია ამას ბოლომდე ვერწმუნოთ, რადგან მისი ზემოხსენებული დიალოგების პოლიტიკური მნიშვნელობა მხოლოდ იდეალური სახელმწიფოს მოდელის შექმნამდე დაიყვანება. საქმე კი ის გახლავთ, რომ პოლიტიკური მიზნები სხვასაც ჰქონდა, კერძოდ საისელ ქურუმ სონქისაც და ეგვიპტეში ძველი წელთაღრიცხვის 571 წელს ჩასულ სოლონსაც, ამასთან განსხვავებულიც და გარკვეულწილად მსგავსიც. დავიწყოთ ეგვიპტელით, ვიდრე ძველი წელთაღრიცხვით 664 წელს ფსამეტიკ პირველი დააფუძნებდა 26 სიასურ დინასტიას, ეგვიპტეში 3 საუკუნე ბატონობდნენ უცხოელები: ლიბიელები, ნუბიელები, ასურელები და ეთიოპელები. ასე რომ თავისუფლება მოპოვებული და აღორძინების გზაზე შემდგარი სახელმწიფოსათვის ეს პროცესი ხანგრძლივი არ იყო და ძველი წელთაღრიცხვით 525 წელს სპარსეთის მიერ ეგვიპტის დაპყრობით დამთავრდა. ათენელი პოლიტიკური მოღვაწის მოგზაურობა ეგვიპტეში ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი მოვლენა და ბრძენ ქურუმ სონქის შესაძლებლობას აძლევდა იდეალური საფუძველი შეექმნა ათენის პოლისთან სამომავლო სამხედრო კავშირის დადებისათვის. ამიტომაც მოუთხრობდა ათენელ სტუმარს ძველის ძველ ამბებს და ამ გზით მისი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა. სავარაუდოდ აქედან მოდის ძველი ათენის პოლისის უჩვეულო განდიდებაც და მსოფლიოს მხსნელად გამოცხადებაც. ეს კი მაფიქრებინებს, რომ მიზნის მისაღწევად ქურუმ სონქისაც დასჭირდებოდა შორეულ წარსულში გათამაშებული ისტორიის გარკვეული თვალსაზრისით მისტიფიცირება. სხვა საქმეა, როგორ გაიაზრა გაგონილი სოლონმა და რა შედეგი მოჰყვა ამას. ცხადია, მიღებული ინფორმაცია სოლონისათვის მეტად ღირებული იყო. მას ხომ იმ ათენის ძველი დიდების შესახებ ამცნეს, რომლის კანონმდებლობის სრულყოფას ამდენი დრო და ენერგია შეალია. შორეულ წინაპართა საგმირო საქმეები სოლონის თანამედროვე ათენელთათვის მისაბაძი მაგალითი უნდა ყოფილიყო. ის ბერძენთა ეროვნული ღირსების გრძნობას კიდევ უფრო გააღვივებდა და საისელი ქურუმის ნათქვამს საერთო ეროვნულ ღირებულებად, პრინციპად და ინტერესის საგნად აქცევდა. სოლონის მიერ ეგვიპტიდან ჩამოტანილი ამბის განსაკუთრებული მნიშვნელობის დადასტურებას
ვნახულობთ ისევ ტიმეოსში, სადაც ნათქვამია, სოლონს ბოლომდე რომ მიეყვანა თავისი პოემა, მისი დიდება ვერც ჰესიოდე და ვერც ჰომეროსი ვერ დაჩრდილავდნენო. ამრიგად, სოლონის შემდგომმა თაობებმა დიდად დააფასეს მის მიერ ნამცნები ისტორია. ტიმეოსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სოლონს პოემად რომ შეეთხსა ძველ ათენელთა ატლანტისელებზე გამარჯვების ამბავი, ის ბევრად მნიშვნელოვანი იქნებოდა ათენელთათვის, ვიდრე ილიადაში ჰომეროსის მიერ გალექსილი აქაველთაგან ტროელთა ძლევის თქმულება. მიუხედავად ეგვიპტიდან ჩამოტანილი ამბის აქტუალური ხასიათისა, პოლიტიკური თვალსაზრისით მისი გამოყენება სოლონმა ვერ შეძლო, რადგან კიდევ უფრო გაღრმავდა ჯერ კიდევ დიდი რეფორმატორის ათენში ყოფნის დროს დაწყებული სოციალური დაპირისპირება. საქმე იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე წელი მოქალაქეებმა არქონტის არჩევაც ვერ შესძლეს. შემდეგ დამახიასმა დაამყარა ტირანია. ამას მოყვა ერთის მაგივრად 10 არქონტის არჩევა, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ. ბოლოს კი ყველაფერი პრისტრატეს ხანგრძლივი ტირანიით დამთავრდა. ცხადია, ასეთ დროს მოხუცებულ სოლონს, რომელმაც თავისი როლი უკვე შეასრულა ათენის პოლისის ისტორიაში, გაუჭირდებოდა ხელახლა დამკვიდრება პოლიტიკურ ასპარეზზე და ეს არც უცდია. მისი დამსახურება ატლანტისთან დაკავშირებით არის ის, რომ მან სიასელი ქურუმის, სონქის მონათხრობი ათენში ჩამოიტანა. არ ამგონია სოლონს პოლიტიკური მოსაზრებით ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე მისტიფიკაცია განეხორციელებინოს, ამისი საჭიროება არ ჰქონია. ესეც არ იყოს ქურუმის ნათქვამი თავიდანვე შეიცავდა როგორც პოლიტიკისათვის, ასე პოეზიისათვის საჭირო მასალას. სავარაუდოდ სოლონის ჩანაწერებმა უმცროსი კრიტიას მეშვეობით პლატონამდე მიაღწია. პლატონს კი ნამდვილად ჰქონდა საფუძველი მისტიფიცირებისათვის. ცხადია, არა ისეთი, როგორზეც არისტოტელე ლაპარაკობს. იმ დროს, როდესაც პლატონი ტიმეოსსა და კრიტიას ქმნიდა, ათენის პოლიტიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რაც ბუნებრივია, შეურაცხყოფდა მოქალაქეთა თავმოყვარეობას. ბერძენ სპარსელთა ომში, ბერძენთა გამარჯვების ორგანიზებაში ათენელებს დიდი წვლილი მიუძღოდათ. ამას მოჰყვა ათენის აღზევება და აყვავება. პერიკლეს მმართველობა გახლდათ ათენის პოლიტიკური ძლიერებისა და კულტურული აღმავლობის უმნიშვნელოვანესი ხანა. მოკლე დროში მოპოვებულმა ყოველმხრივმა წარმატებამ, როგორც თუკი დიდე გადმოგცემს, პერიკლეს ათქმევინა, ჩვენ გაოცების საგნად ვიქცევით თანამედროვეთა და შთამომავალთათვის და ხოტბის შესასხმელად ჩვენ ჰომეროსი არ გვჭირდება. დაუფარავი პატიმოყვარეობა გამოსჭივის ამ სიტყვებში, მაგრამ ათენის მესვეურთა ნამოქმედარი ამის თქმის საფუძველს იძლეოდა. პელოპონესის 27 წლიან ომში დამარცხების შედეგად ათენის პოლისმა დაკარგა გაბატონებული მდგომარეობა საბერძნეთში. ახლა ის დამცირებული და შევიწროებულია. ამას ათენელები და ცხადია პლატონიც ბუნებრივია ტკივნეულად განიცდიდნენ. ამიტომ პლატონისა და ათენელთათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სოლონის მიერ ეგვიპტიდან ჩამოტანილ ამბებს, რომლის მიხედვით 9000 წლის წინათ ათენელებმა საარაკო გამარჯვება მოიპოვეს ატლანტისის სამეფოთა გაერთიანებულ მხედრობაზე და გაათავისუფლეს მათ მიერ დაპყრობილი ხალხები. ამიტომაც შეთხზა პლატონმა ის ორი დიალოგი, რადგან კარგად უწყოდა შორეულ წინაპართა გამარჯვებათა შესახებ თხრობა ათენელებში გაამძაფრებდა ეროვნული ღირსების გრძნობას, რაც თავის მხრივ
ეროვნულ ენერგიას გამოიხმობდა, ასე რომ სჭირდებოდა დაძაბულ ათენს. უდავოა პლატონმა ძველი ათენის პოლისსა და ატლანტისელთა სამეფოს აღწერისას, ბევრი რამ თავისი პოლიტიკური შეხედულებებიდან მიაწერა ორივე მხარეს. ამისი დამტკიცება ადვილია, რადგან იდეალური სახელმწიფოს პლატონისეული ხედვა ცნობილია. როგორც უკვე ვნახეთ, პლატონი დიალოგებიდან პირველად ტიმეოსში იძლეოდა იდეალური სახელმწიფოსათვის დამახასიათებელ სოციალურ წოდებათა ჩამონათვალს. ქურუმები, ხელოსნები, მეჯოგეები, მონადირეები, მიწის მუშაკები და მეომრები. აქვე მიუთითებს, რომ ქურუმები და მეომრები განცალკევებულნი იყვნენ, მეომრებს მხოლოდ ომზე უნდა ეფიქრათ. მეორედ ამ თემას პლატონი კრიტიაში ეხება. ჯერ ძველი ათენის პოლისში არსებულ სოციალურ წოდებათა წარმომადგენლებს ჩამოთვლის, პირველ რიგში მეომრებს. მეომართა წოდებას ის მიაკუთვნებს არა მარტო კაცებს, არამედ ქალებსაც და საჭიროდ მიიჩნევს მათ ერთობლივ წრთვნას. მეომრები ამ დიალოგშიც სხვა წოდებებისაგან განცალკევებით ცხოვრობენ. აქვთ ყველაფერი გარდა ოქრო ვერცხლისა. მათი პროფესია მემკვიდრეობით გადაეცემა, ისევე როგორც მათი ქონება. ისინი არიან თანამოქალაქეების ბელადები და გუშაგნი. იქვე მითითებულია მეომართა სავარაუდო რიცხვი 20,000. სხვა წოდებებისაგან პლატონი იხსენიებს ხელოსნებსა და მიწის მხნელებს. ამრიგად ორივე დიალოგში პლატონი გვთავაზობს სოციალურ წოდებებად დაყოფილი სახელმწიფოს მოდელს. ასეთ დაყოფის არსობრივი მნიშვნელობის შესახებ ის დაწვრილებით ლაპარაკობს დიალოგში სახელმწიფო. მე მგონია, სახელმწიფოს მაშინ ეძლევა დასაბამი, როცა არც ერთ ადამიანს აღარ შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი თავი, რადგანაც 1000 რამ სჭირდება. თუ შენი აზრით სახელმწიფოს დასაბამს სხვა რამე განაპირობებს, არა, სხვა არაფერი. ამიტომ ყოველი კაცი ხან ვის მიმართავს და ხან ვის თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. 1000-ნაირ გაჭირვებას რომ განიცდის, 1000-ობით კაცი ერთიანდება, რათა ერთად იცხოვრონ და შეეწიონ კიდეც ერთმანეთს. სწორედ ამ თანაცხოვრებას უწოდებთ ჩვენ სახელმწიფოს. ასე არა, რა თქმა უნდა. ამრიგად ისინი რაღაცას იღებენ ერთმანეთისაგან და სანაცვლოდ გასცემენ კიდეც, რადგან ყველას გონია, რომ ეს უფრო უმჯობესია მისთვის. დიახ, მაშ მოდი ვცადოთ, ვთქვი მე, აზრით ჩაუყაროთ საფუძველი სახელმწიფოს, ხოლო ამ საფუძვლად, როგორც ჩანს, ჩვენი მოთხოვნილებანი უნდა მიგვაჩნდეს. უეჭველად. უპირველესი და უდიდესი მოთხოვნილება კი საზრდოსა და საარსებო საშუალებათა მოპოვებაა. რა თქმა უნდა, მეორე მოთხოვნილება ისაა, რომ საკუთარი ჭერი გეფაროს თავზე. მესამე ის, რომ ტანსაცმელი გქონდეს და ასე შემდეგ. მართალს ბრძანებთ. მაშინ ისიც უნდა ვიკითხოთ, ვუთხარი მე, რანაირად გაართმევს თავს სახელმწიფო ყოველივე ამას. იქნებ ისე, რომ ერთი მიწის მუშა იქნება, მეორე ხურო, მესამე ფეიქარი და ასე შემდეგ. ხომ არ მივუმატოთ ამათ ხარაზი და ჩვენი ხელოსანიც, ვინც ჩვენი ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება. ცხადია, უნდა მივუმატოთ. მაშა სადამე საზოგადოება 4 თუ 5 კაცისაგან მაინც უნდა შედგებოდეს, როგორც ჩანს. კი მაგრამ ყოველი მათგანი თავის საკუთარ საქმეს უნდა ასრულებდეს იმ ანგარიშით, რომ მთელი საზოგადოებისათვის შრომობდეს. ასე მაგალითად, მიწის მუშას მიუხედავად იმისა, რომ ერთია 4 სულის სამყოფი პური უნდა მოჰყავდეს.
4-ჯერ მეტ დროს ხარჯავდეს და 4-ჯერ უფრო მეტ ოფლსაც ღვრიდეს, რათა სხვებსაც უწილადოს თავისი ნაშრომ ნაჯაფარი. თუ არად დაგიდევს დანარჩენებს, მხოლოდ თავის სამყოფ მოსავალს იწევდეს, 4-ჯერ უფრო ნაკლებ დროს ხარჯავდეს. დროის დანარჩენს 3/4-ს კი სახლის ასაშენებლად, ტანსაცმლის მოსაქსოვად თუ ფეხსაცმლის შესაკერად იყენებდეს, ასე რომ სხვებისათვის კი არა, მხოლოდ თავისთვის სწვალობდეს და თავისავე საქმეს იგوارებდეს. პირველი უფრო იოლია სოკრატე ვიდრე მეორე, თქვა ადიმანტემ. ამაში ვფიცავ ზევსს, არაფერია უჩვეულო, უპასუხე მე. შენი პასუხი მაფიქრებინებს, რომ ადამიანები დაბადებითვე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმის მიხედვით, თუ ვის რა საქმის კეთების ნიჭი დაჰყვება თან და არც თავიანთი ბუნებით გვანან ერთმანეთს. განა შენც ამას არ გულისხმობ? დიახ, მაგას. მერე და ვინ უკეთ ასრულებს თავის საქმეს? ვინც მრავალ ხელობაში გაწაფულია თუ ვინც მხოლოდ ერთი ხელობა იცის? ვინც ერთი ხელობა იცის. როგორც ხედავთ, პლატონისათვის სოციალური ფუნქციის მქონე წოდებები, მიწათმოქმედთა, ხელოსანთა, მშენებელთა, ამას უნდა დაუმატოთ ციტირებული ტექსტის მიღმა დარჩენილი სხვა წოდებათა წარმომადგენლები. დურგლები, მჭედლები, მწყემსები, მეწაღეები, მონადირეები, დალაქები, მზარეულები, მენარდეები, პოეტები, მსახიობები, მუსიკოსები, ვაჭრები, თუმცა გამყიდველებს, ესე იგი ქორვაჭრებს, პლატონი ვერ იტანდა და მათდამი უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს და სხვა სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენენ. რადგან ისინი ქმნიან იმ პროდუქტს და უხვადაც, რომელიც სახელმწიფოდ ორგანიზებული საზოგადოებისათვის არის აუცილებელი. პლატონის ეს ხედვა ჩამოყალიბებული დიალოგში სახელმწიფო თავისებურად აირეკლება დიალოგებში ტიმეოსი და კრიტეა. სხვა ასეთი ანარეკლია მეომართა, იგივე მცველთა შესახებ თქმული ამავე დიალოგებში, რაც ასევე საფუძვლიანად აქვს დამუშავებული პლატონის სახელმწიფოში, განსაკუთრებით დიალოგის იმ მონაკვეთში, სადაც მცველთა აღზრდასა და ყოფაზეა ლაპარაკი. ყველაზე დიდი სიმახინჯე და საშინელებაა ის, როცა მწყემსები იმნაირად ზრდიან ფარის მოდარაჯე ქოფაკებს, რომ ისინი ურჩობის, შიმშილისა თუ რაღაც უკეთური ჩვეულების გამო თვითონვე გლეჯენ, ხრევს და ამრიგად ქოფაკებს კი აღარ ჰგვანან, არამედ მგლებს. მართლაც რომ საშინელებაა. ამიტომ ყველანაირი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ჩვენი მცველები ასევე არ ეპყრობოდნენ მოქალაქეებს და თავიანთი მძლეთა თუ კეთილმოწყალე მფარველთა იმედით ძვინვარე მოძალადეებს არ დაემსგავსონ. რა თქმა უნდა, ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ. მაგრამ ყველაზე უკეთესი საშუალება იქნებოდა, რომ წესიერად აღგვეზარდა ისინი. გარდა სათანადო აზრდისა, საღი აზრი გვკარნახობს, ისე დავაბინაოთ და იმნაირი პირობები შევუქმნათ მათ, რომ არაფერმა შეუშალოთ ხელი თავიანთი მოვალეობის აღსრულებისას, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველაზე უკეთესი მცველები იყვნენ და არავითარ ზიანს არ აყენებდნენ თავიანთ თანამოქალაქეებს. დიახ, საღი აზრი სწორედ მაგას გვკარნახობს. მაშ დაუკვირდით, თუ გინდა რომ ღირსეულად მოიხადონ თავისი ვალი, აუცილებელია თუ არა ისე დავაბინაოთ და იმნაირი პირობები შევუქმნათ მათ, როგორსაც მე გეუბნები. ჯერ ერთი, არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს რაიმე კერძო საკუთრების მფლობელი.
გარდა იმ საგნებისა, რომელიც აუცილებელია ყოველი ჩვენგანისათვის. მეორეც, არც ერთს არ უნდა ჰქონდეს იმნაირი საცხოვრისი თუ სათავსი, სადაც ვერ შეაღწევდა ნებისმიერი სხვა მოქალაქე. რაც შეეხება თავდაჭერილი და მამაცი მეომრებისათვის საკმარის სარჩოს, მას თავიანთი სამსახურის საზღაურად უნდა იღებდნენ დანარჩენი მოქალაქეებისაგან, ისე რომ არც შემოაკლდეთ და არც მოსჭარბდეთ მთელი წლის განმავლობაში. ისევე როგორც ლაშქრობისას ისინი ერთად უნდა ცხოვრობდნენ და ერთად ჭამდნენ პურსაც, ოქრო ვერცხლზე კი მათ უნდა უთხრათ, რომ სულში ყოველთვის უბრწყინავთ ღვთივ ბოძებული ოქრო, ასე რომ კაცთაგან ბოძებული ოქრო აღარ სჭირდებათ. მოქალაქეთა შორის მხოლოდ მათ ეკრძალებათ არა მარტო ოქრო ვერცხლის ფლობა, არამედ თვით მათი შეხებაც. იმ ჭერქვეშ ყოფნა, სადაც ოქრო ვერცხლს ინახავენ და ოქროსა თუ ვერცხლის სასმისებით სმაც. მხოლოდ ესაა, როგორც თვით მათი, ისე სახელმწიფოს ხსნის ერთადერთი საწინდარიც და საშუალებაც. რადგანაც საკმარისია საკუთარი ადგილ-მამულის, სახლ-კარისა თუ ოქრო ვერცხლის მფლობელნი გახდნენ, რომ ცველები კი აღარ იქნებიან, არამედ მხნელმთესველნი და მესაკუთრენი. ასე რომ დანარჩენ მოქალაქეთა თანამდგომებად კი არა, მათ მტრებად და მრისხანე მბრძანებლებად მოგვევლინებიან. სხვათა მოძულენი და სხვებისგან მოძულებულნი, სხვათა მგმობელნი და სხვებისაგან გმობილნი, მთელი თავიანთი დღე და მოსწრება თავს ვერ დააღწევენ შიშსა და ძრწოლას, ხოლო მათი შიშის მიზეზი შინაური მტერი უფრო იქნება, ვიდრე გარეშე მომხდური. ასე რომ ადრე თუ გვიან უფსკულში გადაიჩეხებიან და სახელმწიფოსაც თან გადაიყოლებენ. აი ესე ჩამოაყალიბა პლატონმა მცველთა ანუ მეომართა წოდების უფლება-მოვალეობები და მორალური კოდექსი. ისინი არსებითად უანგაროდ უნდა ემსახურონ დანარჩენ საზოგადოებას. ეს არის პლატონის იდეალურ სახელმწიფოში მეომართა არსებობის უმთავრესი პრინციპი და ის მთლიანად აისახა კრიტიაში, როცა პლატონი ძველი ათენის პოლისის მეომართა წოდებას აღწერდა. ოღონდ ამით არ ამოიწურება პლატონის იდეების გადმოტანა დიალოგ სახელმწიფოდან დიალოგებში ტიმეოსი და კრიტია. ასე მაგალითად, ყურადსაღებია ატლანტისის დედაქალაქის აღწერა. გავიხსენოთ ქალაქი, რომლის ტოპოგრაფიასაც ფილოსოფოსი გვთავაზობს. ის გაშენებულია მთაზე. ეს მთა მდებარეობს კუნძულის ცენტრში. მას შემოვლებული აქვს 3 წრიული არხი და 2 მიწაყრილიანი წრე. წყლიანი წრე, ანუ ცენტრალური არხი, სხვა არხით უკავშირდება ზღვას. ამას გარდა არხების მთელი სისტემა უზრუნველყოფდა მორწყვასა და ზედმეტი წყლის გადინებას. მიწაყრილიანი და წყლიანი წრეები გეომეტრიული სიზუსტით იყო გაყვანილი. ატლანტისის დედაქალაქის მკაცრად გეომეტრიული ხასიათი და ამას უნდა დაუმატოთ დიდი დაბლობის ასევე გეომეტრიული ფორმა, მოგრძო მართკუთხედი, თავის თეორიულ საფუძველს ისევ პლატონის სახელმწიფოში პოულობს, სადაც გეომეტრიის მნიშვნელობაზე ასეთი დიალოგია გამართული. მაშასადამე, ესაა ჩვენს მიერ აღიარებული პირველი მეცნიერება. ახლა კი მეორეც განვიხილოთ, რომელიც პირველს უკავშირდება და ვნახოთ საჭიროა თუ არა ჩვენთვის. გეომეტრიას ხომ არ გულისხმობ? დიახ, სწორედ გეომეტრიას. რამდენადაც ის გამოიყენება სამხედრო საქმეში, თქვა მან. რა თქმა უნდა გვჭირდება, ბანაკის გაშლა იქნება, ხელსაყრელი ადგილის დაკავება, ლაშქრის დარაზმვა თუ გაშლა,
ან სხვა საომარი მოქმედებები, როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჯარის გადაადგილებისას. ყოველივე ამას გეომეტრიის მცოდნე მხედართმთავარი გაცილებით უკეთ გაართმევს თავს, ვიდრე არამცოდნე. მაგრამ ამისათვის საკმარისი იქნებოდა გეომეტრიის სულ უმნიშვნელო ნაწილისა და ანგარიშის ცოდნაც. ჩვენ კი გვმართებს განვიხილოთ მისი უმთავრესი ნაწილი, გაცილებით უფრო ფართოდ რომ გამოიყენება, რათა დავრწმუნდეთ, შეესაბამება თუ არა ის ჩვენს მიერ დასახულ მიზანს, ან რამდენად გვიწყობს ხელს იმაში, რომ უფრო ადვილად ვჭვრეტდეთ სიკეთის იდეას. რა თქმა უნდა, ხელს გვიწყობს, ვამტკიცებთ ჩვენ, რამდენადაც აიძულებს სულს მიიქცეს იმ სამყაროს მიმართ, რომელიც არის სავსე არსთა შორის უნეტარესი არსისა, ვის ხილვასაც დაუოკებლად უნდა მიელტვოდეს ყველა ჩვენგანი. მართალს ბრძანებ, მაშასადამე თუ გეომეტრია ჭეშმარიტი არსის ჭვრეტად მიგვაქცევს, ის საჭიროა ჩვენთვის, ხოლო თუ ქმნადობის ჭვრეტად, არა. ცხადია, მაგრამ ვისაც ცოტა რამ მაინც გაეგება გეომეტრიისა, ალბათ დაგვეთანხმება, რომ ეს მეცნიერება აშკარად უპირისპირდება იმ ენას, რომელსაც იყენებენ მისი მიმდევრები. როგორ? ეს ენა ძალზე სასაცილოა და უცნაური, რადგანაც ისინი პრაქტიკოსებივით ლაპარაკობენ და მხოლოდ პრაქტიკულ მიზნებს ისახავენ. ამიტომაც ერთთავად ეს აკერიათ პირზე, ავაგოთ ოთხკუთხედი, დაუშვათ მოცემულ ხაზზე, მიუმატოთ და ასე შემდეგ. არადა ამ მეცნიერების მიზანი შემეცნებაა. რა თქმა უნდა, ერთშიაც ხომ არ შევთანხმდეთ. რაში? მისი მიზანი მარადიული არსებობის შემეცნებაა და არა იმისა, რაც იბადება და კვდება. გეთანხმები, გეომეტრია მართლაც მარადიულ არსებობის შემეცნებაა. მაშასადამე ის ჩემო კეთილშობილო ჭეშმარიტებისაკენ მიაქცევს სულს და ფილოსოფიურ აზრს აღვიძებს მასში, რის შედეგადაც ზეგრძნობადი სამყარო საგნებისაკენ მიმართავენ ჩვენს მზერას, რომელიც ახლა შეცდომით გრძნობადი საგნებისაკენ გვაქვს მიმართული. პლატონისათვის გეომეტრია მარადიული არსებობის შემეცნებაა. ის ჭეშმარიტებისაკენ მიაქცევს სულს. ასე რომ გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს, რომ გეომეტრიის მისეულმა ხედვამ თავისი ასახვა ჰპოვა ატლანტისის დედაქალაქის, ძველი მეტროპოლიის წარმოსახვაში. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რეალური ატლანტისის არქიტექტურა გამორიცხავდა გეომეტრიის რაიმენაირ გამოყენებას. პლატონის პოლიტიკური შეხედულებების ასახვა დიალოგებში ამით არ დამთავრებულა. ყურადღებას იქცევს სახელმწიფოთა მართვის ის სისტემები, რომლებიც მან კრიტიაში შემოგთავაზა. ის შეეხება ძველი ათენის პოლისსა და ატლანტისელთა სამეფოებს. პირველი, რასაც პლატონი მათთან დაკავშირებით ამბობს, არის ის, თუ როგორი წესები ჰქონდათ თავიანთი სახელმწიფოების სამართავად და ვინ დაუწესა მათ ისინი. ეს ღმერთების ნამოქმედარი ყოფილა. ძველ ათენელებს ჰეფესტომ და ათინამ შთააგონეს სახელმწიფოს მოწყობის ცნება, ატლანტისელებს კი პოსეიდონის მიერ ნაბოძები კანონები ჰქონდათ. ღმერთებმა ამ ქვეყნებში მართვის განსხვავებული სისტემა შექმნეს. საინტერესო ის არის, რომ ორივე ამ სისტემას პლატონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ასე მაგალითად, ძველი ათენის პოლისში არის ღვთაებრივ კაცთა წოდება. ესენი იყვნენ თანამოქალაქეთა გუშაგნი და ბელადნი. ანუ საქმე გვაქვს სამხედრო არისტოკრატიულ მმართველობასთან. პლატონი ყველაზე მეტად სახელმწიფოს მართვის
ორ ფორმას აფასებს: მონარქიულს და არისტოკრატიულს. ვნახოთ თუ როგორ მსჯელობს მათ შესახებ დიალოგში სახელმწიფო. მე თუ მკითხავთ, სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი სახე ისაა, ახლახან რომ მიმოვიხილეთ, მაგრამ მას შეიძლება ორნაირი სახელი ეწოდოს. თუ მმართველთა შორის ყველას აღემატება ერთი, ამას სამეფო ძალაუფლება ჰქვია, ხოლო თუ ძალაუფლებას მრავალი მმართველი ინაწილებს, ეს იქნება არისტოკრატია. მართალს ბრძანებ, აი სწორედ ამას ვსახავს სახეთ. მმართველობის ერთ-ერთ სახეთ, რადგან მმართველი ერთი იქნება თუ მრავალი, ისინი არ დაარღვევენ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს კანონებს. თუ კი ამნაირად წარმართავენ ქვეშევრდომთა აღზრდასა და სწავლას, როგორც ჩვენი მსჯელობისას ჩამოვაყალიბეთ. რა თქმა უნდა არ დაარღვევენ. პლატონი არისტოკრატიისადმი სიმპათიას ამჟღავნებს აგრეთვე დიალოგში პოლიტიკოსი. ის წერს: უცხოელი მონარქიიდან ჩვენ გამოვყოფთ სახელმწიფო ხელისუფლებას და ტირანიას. მცირე რიცხოვანთა მმართველობიდან არისტოკრატიას, დიდებული სახელია, და ოლიგარქიას. ამრიგად პირველ შემთხვევაში პლატონი სამეფო ძალაუფლებასა და არისტოკრატიის მმართველობას აიგივებს. მეორეგან კი არისტოკრატიის სახელწოდებაც კი მასში აღფრთოვანებას იწვევს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის თავად არის სამეფო გვარის შთამომავალი, კოდროსიდების საგვარეულოს წარმომადგენელია და ცხადია, ეს გარკვეულ როლს თამაშობდა მის შეხედულებათა ფორმირებაში. ამის გამოა თუ სხვა მიზეზითაც, ფაქტია, რომ მცირე რიცხოვანთა, ანუ არისტოკრატიის მმართველობას პლატონი ძველი ათენის პოლისის მართვის იდეალურ სისტემად წარმოგვიდგენს. ოღონდ პლატონი დიალოგში სახელმწიფო იმასაც წერს, თუ რა ევალება სახელმწიფოს მმართველებს და როდის არიან ისინი სასარგებლონი თანამოქალაქეებისათვის და რა შემთხვევაში უქმნიან მათ საფრთხეს. მაგრამ თუ ქვეყნისა და კანონიერების სადარაჯოზე მდგარი მცველები მხოლოდ სახელით იქნებიან მცველები და არა თავიანთი არსით, მალე შენი თვალით ნახავ, როგორ დააქცევენ და მიწასთან გაასწორებენ სახელმწიფოს, ვინაიდან მათზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედნიერებაც და კეთილდღეობაც. ასე რომ პლატონისათვის იდეალურ სახელმწიფოში მცველები, ანუ მმართველები, არსობრივად უნდა შეესაბამებოდნენ ნაკის ვალდებულებას. კრიტიაში აღწერილი ათენის ძველი პოლისის მეომრები და ბელადები სწორედ რომ შეესაბამებიან ამ მოთხოვნას. ამასთან იმდენად კარგად, რომ მათ მთელ ელადაზე აქვთ გავლენა და რაც მთავარია, როდესაც საფრთხე გაჩნდა, ატლანტისელებმა მაშინდელი სამყაროს ნახევარი დაიპყრეს და ძველი ათენის პოლისის მხედრობამ ატლანტისელთა უზარმაზარი არმია დაამარცხა და გაათავისუფლა მათ მიერ დაპყრობილი ხალხები. შემდეგ კი კუნძულ ატლანტისზეც შეიჭრა. ასე რომ ძველი ათენის პოლისის მეომრებმა და ბელადებმა უნაკლოდ განახორციელეს ის ქმედება, რაც პლატონის თვალსაზრისით იდეალური სახელმწიფოს მმართველ სისტემას ევალებოდა. თავისებურად იდეალურია ატლანტისელთა მართვის სისტემაც. აქ როგორც ვიცით, მონარქიათა კავშირია. კუნძულზე 10 სამეფოა, ამათგან ერთი, ანუ პოსეიდონის უფროსი შვილის შთამომავალი, მთავარი მეფეა. მეფეები ფლობენ აბსოლუტურ ძალაუფლებას. ყოველ მათგანს თავის სახელმწიფოში ხალხზე და კანონების დიდ ნაწილზე ჰქონდა ძალაუფლება ისე, რომ შეეძლო დაესაჯა და მოეკვდინებინა ნებისმიერი. ეს უბრალოდ აბსოლუტური მონარქია არ არის, ტირანიაა, რომლის დროსაც მონარქს არაფერი ზღუდავს.
ატლანტისელთა სისტემის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ის, რომ გამომდინარე პოსეიდონის კანონების მოთხოვნებიდან ერთადერთი, რასაც ანგარიშს უწევდნენ ატლანტისის მეფეები, ისინი ერთმანეთთან თანხმობითა და ურთიერთგაგებით ცხოვრობდნენ და საერთო საკითხებს ერთობლივი რიტუალების ჩატარების შემდეგ თათბირის გზით წყვეტდნენ. შესაძლოა სწორედ ამ ურთიერთობაში დავინახოთ იდეალური სახელმწიფოს ნიშნები. აღსანიშნავია, რომ ატლანტისელთა მეფეები ღვთაებრივ რიტუალებს თავად ასრულებდნენ, ანუ მათში გაერთიანებულია მეფე და ქურუმი. ამრიგად ისინი ორივე ფუნქციას ითავსებდნენ. ატლანტისელები ქმნიან მდიდარ და ძლევამოსილ სახელმწიფოს და ბედნიერად ცხოვრობდნენ, ვიდრე არ დაკარგეს ღვთაებრივი ბუნება და მათში არ იმძლავრა ყველანაირმა ადამიანურმა სისუსტემ, რის შედეგადაც ისინი დაემონენ თავიანთ სიმდიდრეს და მის გასამრავლებლად წამოიწყეს უსამართლო დაპყრობითი ომი, მაგრამ დამარცხდნენ და სავარაუდოდ ზევსის რისხვის გამო მათი კუნძული ოკეანეში დაინთქა.